საღამო მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმრები არიან პოლიტოლოგები თამარ კიკნაძე და ირაკლი უბილავა. მოგესალმებით, მადლობა რომ გვეწვიეთ დღეს გადაცემაში. ვიწყებთ საქართველოში მიმდინარე პროცესებით. ყველამ ალბათ ნახა ის კადრები, ეს დაპირისპირების კადრები ბათუმში, სასტუმროში, იქ გალახულ იქნა გიორგი გახარია, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომ ამ დაპირისპირების დამწყები როგორც ჩანს თავად ყოფილა, ვინაიდან ხელი პირველად მან მოიქნია და რაღაც ნივთი ეჭირა კარდონის ეთყობა მწვენი იყო თუ რა იყო არ ვიცი, პირდაპირ სახეში ჩაარტყა ოპონენტს და შემდეგ ამისა როგორც ცნობილი გახდა, გატეხილი აქვს ხვირი და კადრებშიც ჩანს, რომ არის დასისხლიანებული. გარდა ამისა იყო ასევე ექსცესი ზვიად ქორიძესთან დაკავშირებით და ასევე ვრცელდება კადრები, რომ დღეს გაფიცულთა ნაწილი, აქციაში მონაწილეთა ნაწილი აქვე ჩვენთან ახლოს საბურთალოზე ასევე მოექცა დაპირისპირების ქვეშ, იქ რაღაც გარკვეული ჯგუფი იყო, რომელსაც მოუვიდა ამ გაფიცულებთან დაპირისპირება. აი, ასე ვითარდება მოვლენები, პერმანენტული ხასიათი მიიღო ამ დაპირისპირებამ. ქალბატონ თამარ, მოდით თქვენი დავიწყოთ. როგორ ფიქრობთ, ეს არის განპირობებული იმით, რომ არ წყდება დასავლეთის მხრიდან და სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან ღია და პირდაპირ მხარდაჭერა ამ ოპოზიციური ტალღის, მათ უნდათ მიაღწიონ შედეგებს და შესაბამისად პროვოცირებაც ხდება. სხვა საკითხია, ვინ ასრულებს ამ პროვოკატორის როლს, ოპოზიცია იშვერს ხელს ხელისუფლებისკენ, ხელისუფლება თავად ოპოზიციისკენ, საბოლოო ჯამში მერე კადრებშიც ჩანს, თუმცა დაგვიანებით და პოსტფაქტუმ, თუ ვინ არის რეალურად ეს მაპროვოცირებელი ფაქტორი. როგორ ფიქრობთ, როდამდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი და რატომ არ არის უფრო ქმედითი, ამ დრომდე რატომ არ ხდება ამ ყველაფრის აღკვეთა? მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებლებს, მადლობთ მოწვევისთვის. ეხლა ესკალაცია სახეზეა, ხო? წარმოიდგინეთ 45 დღეზე მეტი ხანია ეს აქციები მიმდინარეობს და ბუნებრივია, იწვევს გაღიზიანებას ადამიანების და შესაბამისად რეაქციაც ხედავთ როგორია. ეხლა დაიწყო ეს ყველაფერი ოპოზიციამ, რა თქმა უნდა და ისეთ პროტესტის ფორმებს მიმართა, რომელიც, რა ვიცი, ქართველი ადამიანის ბუნებაში არ ჯდება, ხო? ეხლა როდესაც იყო მაგალითად მიხეილ სააკაშვილი, არა, მეც ოპოზიციაში ვიყავი და ძალიან ბევრი ადამიანი გამოდიდოდა და აპროტესტებდა იმ რეჟიმის საქმიანობას. მაგრამ არავის არ მიუმართავს ისეთი ფორმებისთვის, რასაც მიმართავენ დღევანდელი პროტესტანტები. და ეს არის რაღაცა საშინელი მეთოდები, რასაც ჩვენ ვხედავთ, ვანდალიზმის პირდაპირი გამოვლინება და იგივე ჩაფურთხება რა არის, ხო? რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი იღებენ ამ დირექტივებს, რაც შეიძლება მეტად გაამწვავონ სიტუაცია. ეხლა ლაპარაკი არის იმაზე, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს. მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ მათი ინტერესი ვადამდელი არჩევნები არ არის. იმიტომ რომ დაინიშნოს კიდევაც ვადამდელი არჩევნები, ისინი გაცილებით უფრო პატარა პროცენტს მიიღებენ, ვიდრე ეს მიიღეს 26 ოქტომბრის არჩევნებში. აქ საქმე არის სიტუაციის დესტაბილიზაციაში, იმიტომ რომ ის ძალები თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. მხოლოდ დესტაბილიზაციის სიტუაციის არევის და აი ამ დესტრუქციული ქმედებების შედეგად შეიძლება ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამიტომ არ ერიდებიან არავითარ რაღაცა ფორმას, საშინელ ფორმებს
რომელიც სრულიად აღშფოთებას იწვევს დაწყებული სოციალური ქსელიდან დამთავრებული რაშვებიან და დღეს მე მგონი პიკეტირება იგეგმებოდა ხა მე არ ყოფილ ვარ გარეთ და რამდენად წარმატებით ჩაატარეს ეს პიკეტირება მე არ ვიცი მაგრამ უდაოა რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ მხარს არ უჭერს ამიტომ ეს კიდევ უფრო მეტ აგრესიას იწვევს მათი მხრიდან და ძალიან სამწუხაროა რომ სიტუაცია ეხლა რო გითხრათ რომ უფრო იძაბება უბრალოდ ფორმები რაღაცნაირად უფრო აგრესიული ხდება მაგრამ თუ გავადევნებთ თვალს იმ კი პროტესტანტების რიცხვს ის არიზდება პირიქით მცირდება. ამიტომ ალბათ მოგვიწევს კიდევ რაღაცა პერიოდის განმავლობაში ეხლა თქვენ კითხვაზე რამდენი ხანი შეიძლება და რატო არ იღებენ ფორმებს შესაბამის ზომებს ხო საპარლამენტო კომისია იქმნება სადაც განხილული იქნება ყველა ის დანაშაული ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო მაგრამ უკეთესია გვიან ვიდრე არასდროს ხო მეც ვაპირებ მაგალითად იმ კომისიაში შეტანას ჩემი საჩივრის იმიტომ რომ თავის დროზე მე ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გამომიშვეს შემდეგ მე სასამართლო მოვიგე მაგრამ არ აღმადგინეს ასე რომ მივადევნოთ თვალი ამ მოვლენებს ყოველ შემთხვევაში ამ კომისიის შექმნა მე მიმაჩნია რომ არის დადებითი მომენტი და კიდევ რა მიმაჩნია იცით მე ვიხსენებ ივანიშვილის რიტორიკას რაზეც ივანიშვილმა განაცხადა რომ ყველაფერს უნდა გაეცეს თავისი პასუხი და ოცნებაც აფიქსირებს ამას რომ შესაბამისი სასჯელი უნდა მიიღონ იმ ადამიანებმა რომლებიც ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს დანაშაული და მე მინდა მჯეროდეს რომ ეს კომისია ადეკვატურად იმუშავებს შესაბამისად შეაფასებს მათ მიერ ჩადენილ ამ ქმედებებს და პოლიტიკური ველი უნდა განთავისუფლდეს ამ დესტრუქციული ოპოზიციისაგან ოპოზიციური ფლანგი, რომელიც დადებითი მოვლენაა უდაოდ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, უნდა დაიჭირონ ადამიანებმა, რომლებიც კონსტრუქციულად ჩაუდგებიან ოპოზიციაში მმართველ პარტიას და არადესტრუქციულ ფუნქციას შეასრულებენ ქვეყნისთვის. არამედ იქნებიან ჩასაფრებული იმაში, რომ მმართველმა პარტიამ რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოუტანოს საქართველოს მოსახლეობამ და გააკონტროლონ მათი ქმედებები და აი კონსტრუქციულად გააკრიტიკონ ისინი და უკეთესი განვითარების გზაში. მეტი არგუმენტაცია იყოს და არა ის, რომ გარე ძალებს ემსახურონ, რაც აშკარად იკეთებენ. ადგილობრივი ეროვნული ძალები და არა გარედან დაფინანსებული მეხუთე კოლონა, რომელიც სხვის ინტერესებს ასრულებს და არა ქართველი ხალხის და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. კი ბატონო. მადლობა და აი თვალნათელი მაგალითი, ხო ჩვენ დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ კახარიას გაუტეხეს ცხვირი და უკვე შემდგომ ამისა გავრცელდა ის კადრები, რომ თურმე თავად იყო მაპროვოცირებელი ამის. და ნათლად ჩანს როგორ ურთხამს იმ ოპონენტს, ვინც უდგას იმ ცხვირწინ. შემდგომ ამისა ესტონეთის საგარეო უწყება აკეთებს განცხადებას, ანუ ჯერ არ იყო გავრცელებული ეს კადრები, რომ თურმე კახარიამ დაარტყა პირველი და ესტონეთის საგარეო უწყება ამბობს, რომ გიორგი კახარიაზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ, მოუწოდებთ ქართულ ოცნებას ოპოზიციისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვიტოს. ანუ უკვე როგორც მხარე ეს ქვეყანა პირდაპირ აკეთებს განცხადებას, რომ აქ მმართველმა პარტიამ, ანუ ხელისუფლებამ შეწყვიტოს ოპონენტებზე თავდასხმები. ანუ ვინ დაადგინა ჯერ სასამართლო იყო ამაზე, ანუ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს თუ ახლა კადრებში რაც ჩანს ერთია, მაგრამ ხო კიდევ ამბობ ის რაც შემდგომში გამოჩნდა, ვინ იყო პროვოკატორი ამას როგორც ჩანს არ ცელოდებიან. ირაკლი, თქვენ როგორ ფიქრობთ? ეხლა ესტონეთის გარდა იქ განცხადება გააკეთა ასევე შვედეთმა
და ძირითადად აქტიურობენ ის ქვეყნები, რომლებიც ფიგურალურად რო ვთქვათ, ეძებენ აქ აი ამ გვირაბს, რომელიც ბომბეიდან ლონდონამდე ითხრება და ყველაფერში ხედავენ რუსეთს. იქ შვედეთის განცხადებაში იყო, რომ ეს რუსეთის ხელია ამაში ყველაფერი. ანუ სად იკვეთება აქ რუსეთის ხელი? აი კონკრეტულად თუ შეგიძლიათ უფრო დამარცვლოთ, რომ უფრო გასაგები იყოს, აი როგორც პოლიტოლოგი, რომ აუხსნათ რატომ აქვთ ეს აკვიატება, ან პარანოიდალური. იცით რა, მთელ მსოფლიოში და ზოგადად საერთაშორისო სისტემაში დიდი ხანია გამოიკვეთა ორი იდეოლოგიური პარადიგმის დაპირისპირება. თუნდაც დასავლეთის ქვეყნებში და იმის ასახვა დღეს რა საქართველოში ხდება. ეს არის კონსერვატიზმი, უპირისპირდება ლიბერალ გლობალიზმს, რო ვთქვათ, მარტივად და კონკრეტულად. ამ ურთიერთდაპირისპირების ფონზე ზოგიერთ სახელმწიფოში დასავლურში არიან დაუშვათ ეს ლიბერალ გლობალისტური იდეების მატარებელი ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან იმ მეორე ფლანგზე. ამათი გაგრძელებაა საქართველოში ეს ჩვენი რადიკალური დესტრუქციული ოპოზიცია. შესაბამისად, რაც შიდა დაპირისპირება ხდება ხო ამ ძალებს შორის, ამ კონსერვატიულ ძალებს, რომელსაც რა თქმა უნდა სხვა მიმართულება აქვს, დასავლეთის მიმართულებით, ხოლო ამ ქართული ლიბერალებს სხვა მიმართულება, ამ გლობალიზმის იდეების, რა თქმა უნდა, მხარდამჭერ ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. იმის ასახვა ხდება ქვეყნის შიგნითაც. შესაბამისად, ეხლა მე საერთოდ არ გამკვირვებია, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ხო? და ბალტიისპირეთის ერთ-ერთი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინისტრებმა გააკეთეს ასეთი ტიპის განცხადება, ვინაიდან ისინი იმყოფებიან მეორე ფლანგზე. რა თქმა უნდა, მე დავითანხმები ქალბატონ თამარს, მათ სურთ პროცესის ესკალაცია, ვინაიდან რეალური დემოკრატიული არჩევნების პირობებში ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ და ვერც მოვიდნენ 2012 წლიდან დღემდე, რამდენი საარჩევნო ციკლი მეოთხეა ეს უკვე, ხო? ვერა და ვერ ახერხებენ. რაც დრო გადის, მათი რეიტინგი ყოველ შემთხვევაში არჩევნებმა ასე გვიჩვენა დაეცა. კი ყავთ რა თქმა უნდა გარკვეული კატეგორიის ჯგუფი ამომრჩეველთა, რომლებიც ხმას აძლევენ და მათ ხარჯზე თავის ადგილს პოულობენ პოლიტიკურ სისტემაში. თუმცა სიტუაცია ამ ხრივ თუ ამ რეგრესს დავაკვირდებით ძალიან ცუდი მიმართულებით მიდის და ამას ხელი შეუწყო შეერთებული შტატების არჩევნებმაც კი. ვინაიდან როგორც ხედავთ და დავინახეთ, ხელისუფლებაში მოვიდა ტრამპი, ზუსტად ამ იდეების მატარებელი გლობალური მასშტაბით. მის საგარეო პოლიტიკაზე მე ცალკე ვილაპარაკებთ ალბათ მე და ქალბატონი თამარი. თუმცა წმინდა იდეოლოგიური დაპირისპირების ჭრილში თითოეულ ქვეყნის შიგნით. ამაზე მინდა ხაზი გაუსვა ამ შემთხვევაში, ხო? ამ დაპირისპირებებიდან გამომდინარე ეს ესკალაციის პროცესი რაც სურთ ანუ ოპოზიციას ეს არის იქითკენ მიმართული ხალხის დაძაბვა, ხალხის აგრესიის შეცვლა არა ამ გლობალისტების მიმართ, კონკრეტულად ამ ხელისუფლების მიმართ. ეხლა მე რაც კადრები დავინახე, მე საერთოდ ზოგადად ძალიან ასეთი პოლიტიკაში აგრესიისა და იმის წინააღმდეგი ვარ დაპირისპირების. პოლიტიკაში დაპირისპირება უნდა იყოს იდეური და ინტელექტუალური და არა კუჩური გარჩევები. შესაბამისად იმ დაპირისპირებამ ეხლა მეც რო უყურებდი, მე საერთოდ არ ვიზიარებ ბატონ გახარიას იდეებს, მე ვთვლი რომ ის ლიბერალ გლობალისტია, მსოფლმხედველობრივად საერთოდ სხვა პოზიციაზე ვდგევარ. მაინც რაღაც შეცოდების განცდა გამიშთა ადამიანის მიმართ, ხელდარტყმული ადამიანი, რომელიც ქუჩაშია გართხმული, რაღაც ძალიან ისეთი სანახავია. ზუსტად ამას ცდილობენ ეს ადამიანები. მეორე მათი ოპონენტი გამოიწვიონ, შესაბამისად მოხდეს რეაქცია, ხო ხდებით არა საქართველოში სამხრეთული საზოგადოება ზოგადად რაღაც იმპულსური, ემოციური და შესაბამისად ოდნავ ერთი რაღაცა ისეთი ტიპის საგიგლავებაც. არა, გვაქვს დუბაიში გადაწყვეტა. კი ბატონო, დუბაის მოვლენა ხო ეს საერთოდ გასაოცარი რაღაცა მოხდა იქ დუბაიში. აი ამ პროცესების ესკალაციას ცდილობენ, დავითანხმები ქალბატონ თამარს, ესკალაციას ცდილობენ პროცესების, რათა მიიყვანონ დაპირისპირებამდე. შეიძლება რაღაც საერთოდ სამოქალაქო ომის კი უნდათ ქვეყნის შიგნით. თუ დავაკვირდებით რაც ხდება ქვეყნის გარეთ, როგორ უჭერენ ამათ მხარს ის გლობალისტური ძალები დასავლეთში, ხო? აი ზუსტად ამის ასახვას წარმოადგენს ეს დღევანდელი სიტუაცია, დღევანდელი ვითარება რაც ხდება საქართველოში. ეს ალბათ უფრო აკერმანის მეთოდოლოგიაშია ვიდრე შარლ. რა თქმა უნდა, ეხლა ძალიან კარგი რაღაცა გამახსენეთ თქვენ, რომ რასაც უკვირდები არჩევნების შემდეგ და არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. აი ზუსტად იმ ფერადი რევოლუციების სახელმძღვანელოებში რაც უწერია, ზუსტად
ამ იმით მიდიან, ასე ვთქვათ, ამ სქემით მიდიან ეს ჩვენი ოპოზიციონერები. ბევრი ფოტოებიც კი გვინახავს, არა, უკრაინაში კიევში როგორ იყო თავის დროზე და აქ როგორი პროცესი მიდის. აი თითქმის copy-paste-ით გადმოიტანეს ყველაფერი. ვინაიდან ახლა გასაგებია, ნუ როგორ უდგებიან ერთ ქვეყანაში საერთოდ დასავლეთში ასეა, რომ ერთ ქვეყანაში თუ რამე, ასე ვთქვათ, შეისწავლის ქვეყანა იმის ექსტრაპოლირებას, მის ასე ვთქვათ, ოპერაციონალიზაციას ახდენენ სხვა ქვეყნებზეც, მის გადატანას. შესაბამისად ცდილობენ იგივეს გადმოტანს, თუმცა, ნუ ხვდებით, რომ ამათი ეს ძველმა, ნუ სქემები მოძველდა, ასე ვთქვათ, ეს სქემები ფერად რევოლუციების, ნუ სხვათა შორის ამას ხელი შეუწყო იმ გეოპოლიტიკური ფაქტორების ცვლილებებმაც, რაც ზოგადად მთელ სოფლიოში ხდება და რაც კავკასიაში აისახება. და აქედან გამომდინარე, მათ რუსეთის ფაქტორზე, თუნდაც, ნუ პრორუსული ძალა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომ გახკივიან ესენი ქართულ ოცნებაზე. ნუ ეხლა მე პრორუსული ქართულ ოცნებაში ვერაფერი ვერ დავინახე სიმართლე გითხრათ. ცდილობენ დაბალანსებას რუსეთს და დასავლეთს შორის. მეც ასე ვხედავ. თუმცა მათ უნდათ ამ პრორუსულობის და ამ აგრესიის ტალღაზე გარკვეული ესკალაცია პროცესი გამოიწვიონ და შესაბამისად ამ ესკალაციის ფონზე, კი ბატონო, ესკალაციის ფონზე ნუ მოვიდნენ ხელისუფლებაში. თუმცა ნუ შეერთებულ შტატებში ხელისუფლება 20 იანვრიდან ტრამპი შედის ოფიციალურ ინაუგურაცია 20 იანვარს და შესაბამისად ოფიციალურად ხდება პრეზიდენტი თავისუფლებამოსილებით. და ნუ ეს სიტუაცია როგორც ჩანს, ახლა მათი საგარეო პოლიტიკურ დოქტრინას თუ გადავხედავთ, ხო, რასაც აცხადებენ, მონრო დოქტრინა ორს პირდაპირ ღიად ამბობენ. ნუ შესაბამისად ამათ ეს ოპოზიციური ძალები აი გლობალურ მასშტაბით ვიძახი ამ შემთხვევაში და რა შიდა ძალები, ესენი ვინ არიან, ესენი αρიან მონები, ჩვეული მარიონეტები, რომლებიც მათ დავალებებს ქვეყნის შიგნით ასრულებენ. ამას სტრუქტურული რა თქმა უნდა, კი ბატონო. მადლობა ირაკლი. ქალბატონ თამარა, ტრამპზე ჩამოვარდა უკვე საუბარი, აუცილებლად მივალთ ტრამპის ფაქტორს შევეხებით. აი 5 დღეში შევა თავისუფლებამოსილებაში, თუმცა მანამდე აი უკვე იკვეთება, რითაც დავიწყეთ თემა, დღეს იყო 3 ეპიზოდი. ორი ესეთი ინდივიდუალური ორთაბრძოლები, ანუ გახარიას ექსცესი და ზვიად ქორიძესთან დაკავშირებით, მაგრამ მას წინ უძღოდა აი ეს დუბაის ინციდენტი. აქ ხომ უკვე აშკარაა, ნუ გარდა იმისა, რაც დოლიძეზე მოხდა დაპირისპირება იმ პროტესტანტებსა და რაღაც გარკვეულ ჯგუფს შორის. რადგან იქ არაბეთში ასეთი ექსცესი იყო, 2 ქართული ოცნების დეპუტატი და ისიც ვნახეთ, როგორი ეგზალტირებული იყო ის თავდასხმელი. ნუ საბოლოო ჯამში იქ ვინიცემა გაუგებარია, იმათაც მოხდა, ამასაც მოხდა, მაგრამ ეს არადასტურებს ნათლად, რომ იქ საზღვარგარეთ ახლა უმრავლესობის წევრები ვერ იქნებოდნენ ასე თქვი დამწყებნი ამ ჩხუბის რაც უკვე დღეს ვიხილეთ. ხო, პრინციპში ეს ადასტურებს უკვე ეს მომენტი. მეტიც მე მგონია, რომ შეიძლება აქედანვე დაგეგმილი იყო, ასე იგი, როგორც ვნახეთ, ძალიან სკრუპულოზულად და ძალიან აგრესიულად მოქმედებენ. ხო, ეს ძალები და როგორც ვთქვი, დაწყებული სოციალური ქსელებიდან დამთავრებული აი ამ ქმედებებით. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ იყოს 5 დღეა დარჩენილი და კიდევ უფრო გამწვავდეს ხა რაც ამ საზღვარგარეთულ ინციდენტს შეეხება. აი მე ესეთი აზრი მაქვს, რომ ალბათ აქედანვე იცოდნენ ვინ მიდიოდა და როგორ უნდა გამოეწვიათ და საერთაშორისო დონეზე ეჩვენებინათ აი ამ ესკალაციის მომენტი, ხო? ყველაფერი კეთდება ეგრეთ წოდებული, როგორც მიშა ამბობდა, კარტინგის შესაქმნელად. და ნახეთ, ესე იგი, აჩვენებენ არა იმას, ვინ პროვოცირებდა ამ ინციდენტს, არამედ იმ მომენტს, როდესაც გახარია დაშავებული იქნა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ესეთ კარტინგებს ჩვენ ალბათ კიდევ უნდა ველოდოთ. და რაც შეეხება დონალდ ტრამპს, უკვე თქვი იმის შესახებ, რომ 5 დღეში ის შევა თავისუფლებამოსილებაში, მაგრამ რაც ცხადია და რაც უკვე თვალნათლივ ჩანს, წინსწრებად იცვლება მთელი პოლიტიკური პარადიგმა, დღის წესრიგი, ამერიკული, ლიბერალური. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შტატებმა ოფიციალურად აკრძალეს
ტრანსგენდერების მონაწილეობა სპორტში, სპორტულ სახეობმა, ანუ მამაკაცები, რომლებიც გახდნენ ქალები და მათ უფლება ჰქონდათ გამოსულიყვნენ საასპარეზოდ სწორედ ქალთა სახეობებში და ჩვენ ვიხილეთ პარიზის ოლიმპიადაზე რა მოხდა, რომ ერთმა ყოფილმა კაცმა სცემა ყველა ქალი და დასრულებულიც არ იყო რინგი, როდესაც იმ იტალიელი სპორტსმენი იყო, მე მგონი ის გოგონა, რომელმაც თქვა, რომ ეს კაცია და მე ამასთან ვერ გამნაბრძობ და მას ჩხუბს, ბოქსი იყო, როგორც მახსოვს კრიბს. ხო და აი ეს უკვე აქიდანვე იცვლება და არა მარტო ეს, ძალიან ბევრი მომენტები. ანალიტიკური მასალებია საკმაოდ ბევრი, რომ არ მოწონთ ევროკავშირის ქვეყნებში, რას აპირებს ტრამპი. ჯერ თუ უტყავდნენ წრეებს და ესე გვერდსუვლიდნენ და ზონდაჟს აკეთებდნენ, აბა როგორ მოიქცევა ტრამპი. ახლა უკვე თამამად გადავიდნენ, დღეს ევრონიუსია საინტერესო სიუჟეტი, სადაც კვლევა ჩატარდა, რომ დაახლოებით 22 ქვეყანაში გამოიკითხა რესპონდენტები და ევროკავშირის ძირითადი ქვეყნები უფრთხიან ტრამპის პრეზიდენტობას. მათ არ მოწონთ ის დღის წესრიგი, რასაც აპირებს ტრამპი. თქვენ როგორ შეაფასებდით, რა გამოწვევები შეიძლება იყოს? ასევე იქ იყო პატარა ესეთი სიუჟეტი, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს მიანიჭეს კარლ დიდის სახელობის პრემია, ცდილობენ ახლა წარმოაჩინონ ის, კი არის ევროკომისიის პრეზიდენტი და საკმაოდ ბევრი კონკურენტი, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად მოუგო თავად ევროკავშირში. მაგრამ ცდილობენ ის წარმოაჩინონ ერთიანი ევროპის ლიდერად, თუმცა ამავე დროს თავად ამბობენ, რომ მთელ რიგ ქვეყნებში არის შეუთანხმებლობა და სხვადასხვა ინტერესები. აი თქვენ როგორ მიგაჩნიათ, რა გამოწვევების წინაშე ჩადგება ისევ და ისევ ევროპა, როგორ შეეგუებიან ტრამპის ხის გადაწყვეტილებებს და ჩვენ როგორ გამოვიყურებით ამ ფონზე? გულისხმობ საქართველოს. იცით რა არის? ეხლა თუ ტრამპის განცხადებებს მივადევნებთ თვალს, არა, ეს უდაოდ ეს არის ტრანსატლანტიური კავშირის აი რაღაცნაირად განხეთქილების შეტანის მცდელობა, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ აი ეს მარშალის გეგმა, რომელიც ომის შემდეგ განხორციელდა ევროპაში, ეს ალტრუიზმის შედეგი იყო ამერიკის შეერთებული შტატების. ეს იყო აი ამ ალიანსის ძალიან კარგი მაგალითი, შევიდა ტექნოლოგიები, ესე იგი დაფინანსება და ევროპა გახდა უშუალოდ მიბმული ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეხლა ევროპის ქვეყნები იყვნენ საყოველთაო კეთილდღეობის ქვეყნები. რის ხარჯზე? არაერთხელ ამიღნიშნე. ეს იყო ნატოს ქოლგა უსაფრთხოების და იაფი რუსული ენერგომატარებლები. ეხლა წარმოიდგინეთ, აღარც ერთია, ხო, ეს იაფი ენერგომატარებლები და ტრამპი პირდაპირ აფიქსირებს, რომ ნატოს მომავალი როგორ იქნება მომავალში, იმიტომ რომ ის იზოლაციონიზმისკენ მიდის, ეგრეთ წოდებული მონროს დოქტრინის და მე მგონი შეარქვეს კიდე, ხო, დონროს დოქტრინა. ანუ იცით რა არის, ეხლა ამერიკას აქვს ჰეგემონიის დაღმავალი ციკლი, რაც გამოწვეულია მთელი რიგი ფაქტორებით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ იმ დანახარჯებს, იმ რესურსებს, მე მხედველობაში მაქვს ყველანაირი რესურსები, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები წევდა, როგორც ჰეგემონი სახელმწიფო, ამისი რესურსი აღარ აქვს. თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამიტომ ის რაღაცა დროის განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში ჩანაფიქრი ეგეთია, გახდება კიდევ ჰეგემონი არ გახდება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და იმ ნაბიჯებს, რასაც მოიმოქმედებს ტრამპი, არა მთელი მსოფლიოს სტრუქტურის შეცვლა მოხდება, ხო, ახალი მსოფლიო წესრიგი ფორმირდება. იმიტომ რომ იგი აფიქსირებს, რომ მას საქმე აქვს იქითა ნახევარსფეროში. აქეთ ნახევარსფეროში მისი ინტერესების სფერო არის ძირითადად წყნარი ოკეანის და სამხრეთ-აღმოსავლეთის აზიის რეგიონი.
ამიტომ ბუნებრივია ევროპელები ამას გრძნობენ და უნდა გითხრათ რომ ძალიან შეშფოთებულები არიან ამის გამო იმიტომ რომ არ იციან რა მოყვება მათთვის და ის ლიდერები რომელიც დღეს ევროპაშია ვინ არიან ეს ლიდერები ძალიან ბევრი საინტერესო მასალა იბეჭდება დღეს დასავლურ ანალიტიკურ პრესაში იმის შესახებ რომ ეს ლიდერები არა იმ წინა deep state-ის მიერ დანიშნული ესე იგი დასავლური ლიდერები იყვნენ რომლებიც თავისი ქვეყნის ინტერესებს არ ახორციელებდნენ ისინი ახორციელებდნენ იმ პოლიტიკას რასაც მათ კარნახობდა ამერიკის შეერთებული შტატები მაგრამ დღეს ტრამპის მოსვლასთან დაკავშირებით ეს ყველაფერი იცვლება რიტორიკაც იცვლება, ესე იგი მისი ნაბიჯი ინტერესის სფერო არის კიდე რა კანადა, მექსიკა, პანამა, ხო, გრენლანდია და არქტიკა. ეხლა აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ნახეთ რას ფიქრობთ. დიდ ბრიტანეთსაც გადაწყვიტა ირიბულად მასკი. არა, ჯერ ეს ერთი სტარმერს გადაწყვიტა და კანადა არ დაგვაუწყდეს, რომ ეს არის ინგლისის პროტექტორატის ქვეშ ყოფი ქვეყანა, ესე იგი პირდაპირ ინგლისთან ფუჭდება, ხო? ურთიერთობები, ანუ გაერთიანებული სამეფო, ესე არის მისი ოფიციალური სახელი, ინგლისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მისი. ანუ ნახეთ კიდევ აი ამ კლიმატურ მომენტს მინდა თვალი მივადევნოთ, იმიტომ რომ ეს ქვეყნები, იგივე გრენლანდია, იგივე კანადა არის ქვეყნები, სადაც ესე იგი ტემპერატურა დაბალია. ანუ აქ ამაზეც არის ფიქრი, რომ სად იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი მოქმედების არეალი. და თუ შევადარებთ, რომ მე მგონია რუსეთს 40 ყინულმჭრელი ყავს და ამერიკის შეერთებულ შტატებს მხოლოდ 2 და ერთი გაფუჭებული და ერთიც გაფუჭებული არა ეს ძალიან მძიმე ეს არის ბალანსი კი არა უპირატესობა რუსეთის სასარგებლოდ ამიტომ ახალი დღის წესრიგია და პირველი ვისთანაც მან მოისურვა ლაპარაკი ეს არის პუტინი ხო წინა ხელისუფლების პირობებში პუტინი იყო პერსონა ნონ გრატა ყველასთვის. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდ ცვლილებებს უნდა მოველოდოთ და თავარია რომ საქართველოს აი მე ეს ტენდენციები ძალიან მომწონს სხვათა შორის და რაღაცა გარღვევის საშუალებას ქმნის საქართველოსთვის და მე მინდა აღნიშნო რომ პირველად აი წინა ჩემი ეთერის დროსაც აღნიშნე საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურად იქცევა საგარეო პოლიტიკაში. შეიძლება ბევრი პრეტენზია გქონდეს, ბევრი უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ, რაც შეეხება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას, მაგრამ დღეს იმ ნაბიჯებს, რასაც ის დგავს საგარეო პოლიტიკაში, არა, ეს არის ერთადერთი ადეკვატური ნაბიჯები. და ოპოზიცია ეგრეთ წოდებული, მე მათ ოპოზიციას არ ვთვლი, რომ ის მეხუთე კოლონა ფეხს ვერ უწყობს იმ პროცესებს, რაც დღეს მსოფლიოშია, ხო? აი ის შემოქმედებითი ინტელიგენცია, საერთოდ მინდა გითხრათ, რომ შემოქმედებითი ინტელიგენცია სოციალურად უპასუხისმგებლოა როგორც წესი. და იმ ძველი ნარატივებით გამოდიან და ვერ გძნობენ, რომ დღეს მსოფლიო აბსოლუტურად შეცვლილია და რომ მათი ნარატივი იმ ძველი მსოფლიოს გამოცადა. გეგონება ბინდი აქვს თუ ჩამოფარებული, ან განსაკუთრებულად იგრძნობა? მათთვის დაახლოებით არის 2003-2004 წელი ჯერ კიდევ. და გონიათ, რომ ერთი და იგივე წყალში არა მეორეჯერ შევლენ, არ გამოვა ეგეთი. და ასევე ტრაგედია ის გახლავთ, რომ ეხლა მე სისტემატიურად, ჩემი შემადგენელი ნაწილიც არის ჩემი საქმიანობის, ვეცნობი დილიდანვე ძალიან ბევრ სხვადასხვა ანალიტიკურ მასალას. სხვადასხვა გამოცემების, ევროპული, ამერიკული, რა ვიცი, არა მხოლოდ ასევე რუსული და სხვა ქვეყნებისაცაც კი. და სამწუხარო ის გახლავთ, რომ საქართველოში იგივე ეს ჟურნალისტები, რომლებსაც ეწოდებათ, მე ერთხელ მithქვამს და ახლაც გავიმეორებ, ესეთი სტერეოტიპი არსებობს, რომ აი კოლეგებად მოვიხსენიოთ. მე არ ვთვლი, რომ რომელიმე მათგანი არის ჩემი კოლეგა,
სხვა ნიშა მიჭირავს, არ მინდა რომ ვინმე მქედმაღლობაში ჩამომიგდოს. რაღაც ხიბლში ყოფნაში არანაირად, ვინც მიცნობს პირიქით, ვცდილობ რომ მაქსიმალურად ვიყო თავმდაბალი. ვახდენ ფაქტის კონსტატაციას, რომ ვუსმენ ან ვუყურებ მათ ნააზრევს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი იმყოფებიან ჭუპრში და იქ არის პატარა ამბრაზურა, ესეთი ჭუჭრუტანა და იქიდან იცქირებიან. ეხლა მოდაშია ბაბლი. ხო, აი დაბინდული აქვთ გეგონებათ, ბლარი აქვთ რა, აი ბლარს იყენებენ ხოლმე, როდესაც რაღაც საჩოთი რო კადრებია, ან ბავშვების ან რაღაც სახეზე ბლარავენ, ხო, ბუნდოვანი რო იყოს. აი დაახლოებით ასეთია მათი აღქმა, რომ აი სოციალურ ქსელშიც რო ვეცნობი ამ ადამიანებს და რატო ვამბობ ამას. ეს საქართველოში, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არის გამოძახილი მათი, რასაც ისინი ისმენენ თუნდაც აი ამ განცხადებებით, რაც კეთდება ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში მათი ლიდერების მხრიდან. აი ხლა ხომ არ იყო რითაც დავიწყეთ გადაცემა ის კადრები არავის არ ქონდა ნანახი თუნდაც აი ესტონეთის წარმომადგენელს ან შვედეთის წარმომადგენელს იქ ნიდერლანდების ელჩსაც გაუკეთებია განცხადება სომხური წარმომავლობის ახალგაზრდა ქალბატონია და ესე იგი კრიტიკა მიდის ყოველდღიური აშკარა არის და ნუ ფაქტია რომ მან ქირურგიულად უნდა ჩაანაცვლა ნაქვითარება საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აღარ ეკითხებიან ჩვენ რა გვსურს, რა გვინდა ან რა არ გვინდა. ამავე მასალებში ბოლო პერიოდში ძალიან მძაფრად განიცდიან მასკისა და ტრამპის აი ამ ჩარევას. პირდაპირ ამბობენ რომ ჩვენ საქმეებში ერევიან. ჩვენ შიდა ქვეყნის საქმეებში, პოლიტიკაში კი, მაგრამ ეს დალოცვილები იმაზე არ სვამენ კითხვას რომ თავად რომ ერევიან საქართველოს საქმეებში ეს როგორ არის. ანუ მათთვის შეიძლება რომ ჩვენთან ჩაერიონ, თუმცა მათ ქვეყნის საქმეებში თუ კიდევ ვინმე უფრო ძლიერი ჩაერია, ეს არ მოწონთ. აი ირაკლი, თქვენ როგორ ფიქრობთ? რა უნდა მოხდეს საიმისოთ, რომ ჯერ მათ ტვინებში ცოტა ესეთი გამონათება იყოს, ესეთი illumination-ი. და შემდეგ ამისა ალბათ მათი რიტორიკის შეცვლის მერე აი აქ როგორც ესეთი უშელია როგორ არის ქართულად გამოქვაბულ. ან გამოქვაბულში რომ ხმამაღლა რო დაუსტვენს ან იყვირებს ვინმე და ეკო რო გამოძახილი რო ეკოსი, აი ზუსტად ასეთ ბანსაძლევენ ხოლმე აქ ჩვენგან. აი ეს წვრილფეხა, მსხვილფეხა, რა ვიცი, პოლიტიკანები, გნებავთ ექსპერტები, გნებავთ აი ეს ჟურნალისტები, რომლებსაც ჟურნალისტებს უწოდებენ, მაგრამ მარტო აი ცეხის დონეზე რო აქვთ მიკროფონის წოდნა, ან პროდიუსინგი, ან დავალების გაცემა ჟურნალისტებზე, მაგრამ დიაპაზონი სრულიად შეზღუდული. აი თქვენი ზით რა მე ამ ადამიანებში გამოყოფდი ორი კატეგორიის ადამიანებს, ანუ ამ ჩვენს ბჭყალებში ინტელექტუალურ თუ რაღაც პოლიტიკურ ელიტაში, ოპოზიციურ ამ გლობალისტურში ასე რომ ვთქვა. ერთნი არიან აი სრულიად უვიცები, გაუნათლებლები, ბევრს მათი გამოსვლებიდანაც ეთყობათ. საერთოდ გაგებაში და გაგნებაში არ არიან არა მარტო იდეოლოგიური საკითხების, არამედ საგარეო პოლიტიკის, სოფლიო პოლიტიკა და ასე შემდეგ. და არის მეორე ნაწილი, ძლიერი, რომელსაც ესმის დარწმუნებული ვარ, იმათგან ნახევარს მინიმუმ ესმის რა პროცესები მიდის, თუმცა როგორც გამყიდველები ფინანსდებიან და ფულს აკეთებენ რა. და არ უნდა ბჭყალებში სკარმუშკა დაკარგო. პროსტიტუირების მაღალი დოზა აქვს. ზოგადად საქართველოში ზოგადად, ყველას არ ეხება ეს, მაგრამ ნაწილი, ინტელექტუალური ნაწილი, პოლიტიკური ნაწილი ყოველთვის ექვემდებარებოდნენ პოლიტიკურ კონიუნქტურას, დღეს და მომავალს დარწმუნებული ვარ ასე იქნება. შესაბამისად ისინიც ეს ადამიანები ამ ვისაც ესმის რა ხდება დღეს საქართველოში და გლობალურ პოლიტიკაში, ხო? ზუსტად ამ კონიუნქტურას არიან დაქვემდებარებულები. ვინაიდან ჯერ კიდევ მოდის ასე რომ ვთქვათ იქიდან დაფინანსება ამ წმინდა ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. თუმცა დასავლეთშიც რო ავიღოთ, იქაც სერიოზული დაპირისპირებები დაიწყება, მე დარწმუნებული ვარ ამაში, ვინაიდან შეერთებული შტატები, ჩვენ თქვით რომ ჩანს როგორც რაღაც დოზით, მე არ ვამბობ რომ თლად გავა ევროპის კონტინენტიდან, თუმცა შეასუსტებს მინიმუმ თავის ყოფნას ამ ევროპის ამ ნაწილში, დასავლეთ ევროპაში უფრო მეტად. შესაბამისად, იქ დაიწყება სერიოზული პროცესები.
საერთაშორისო ტრანსფორმაცია საერთაშორისო სისტემის ეს ყოველთვის იწვევს რას? პოლიტიკური სისტემის იქ არსებული სტრუქტურების ცვლილებებსაც. აი ზუსტად ამ პროცესის მომხრეები გავხდებით. ჩვენ დაუკვირდებით ალბათ მასკი როგორ ერევა მათ საშინაო საქმეებში, ხო? ნუ პირდაპირ ამოს ვინ უნდა იყოს პრემიერი, ქალმა ხალხმა ვინ უნდა ერჩოს და ასე შემდეგ. რასაც სხვათა შორის ისინი ის გლობალისტები ჩვენს მიმართ აკეთებენ, ჩვენი ქვეყნის მიმართ აკეთებენ. ნუ გასაგებია ხა მსოფლიო პოლიტიკაში ყოველთვის იყო პრინციპი მოქმედებდა ძლიერ ყოველს მართალია. ნუ ეს შეგუებულები ვართ. თუმცა ახლა მე უფრო ძალიან ისე უყურებ ამ ევროპაში მინერალ პროცესების განვითარებას, რომ რაღაცა მახსენდება, რაღაცა მაგონდება, რომ მეთქი გავს ეს პროცესები 30-იან წლების ევროპას რაღაცით გავს რა. ვინაიდან თუ დაუკვირდებით, ახლა თქვენ ძალიან რომ ნაციონალური ინტერესების დაცვა ზოგიერთი წინააღმდეგ წავიდა იმ კოლეგებთან დაკავშირებით ერთიანი მსოფლიოში, ნუ ერთიანი ევროპის შექმნა, ასე ვთქვათ. ეს ბევრ იქაურ ელიტებში გამოიწვევს ასეთ ნაციონალურ აღდგინებებს. შესაბამისად, ისინი ბევრი დაიწყებს იმას ზრუნავს, რომ როგორ უნდა დაიწყოს ეს ნაციონალური ინტერესების დაცვა. ნაციონალური ინტერესების დაცვა იწვევს გარკვეულ დაპირისპირებებს, გარკვეულ კოლიზიებს, კონფლიქტებს მათ სახელმწიფოებს შორის. ვინაიდან როგორც ვიცით, ახლა ევროპა როგორც ასეთი თავისი რესურსებით ძალიან მწირია, ევროპული რესურსები შესაბამისად მეორე უფრო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან რუსეთისგან თქვენ ძალიან თუ ქალბატონმა თამარმა რომ იაფი რესურსებით მუშაობდა მათი ინდუსტრია მთლიანობაში. ეს როგორც ჩანს იკეტება, ჩაიკეტება. ეს გამოიწვევს ამ შიდ რესურსები არ არსებობს. შესაბამისად რესურსების არ არსებობა გამოიწვევს რას? დაპირისპირებას სხვადასხვა მიმართულებით. დაპირისპირებას შეიძლება კონფლიქტი, შეიძლება კონფლიქტები მოყვება, ომები მოყვება და ევროპა სერიოზულ პრობლემებში ჩაიძრება. მე ამაში დარწმუნებული ვარ დაახლოებით 2-3 წელიწადში. თუ იმას გავითვალისწინებთ, როდესაც საერთაშორისო სისტემაში ერთი მთავარი არბიტრი შეასუსტებს თავის ყოფნას, იქ შიდა აქტორები გაძლიერდებიან. იქ საფრანგეთია, იქ გერმანია. მათ შორის წავა სერიოზული დაპირისპირებები წავა. და თუ გავითვალისწინებთ თავარაც არის, ხო, ევროპის ქვეყნებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ფაქტობრივად ყველა ქვეყანას თითქმის, ხო, და განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ ევროპაში. ყველა ქვეყანას თითქმის ტერიტორიული პრეტენზია აქვს ერთმანეთთან მიმართებაში. თქვენ წარმოგიდგენიათ, რა პროცესები შეიძლება წარიმართოს უახლოეს 2-3 წელიწადში ევროპის კონტინენტზე. იმავე ესტონეთსაც აქვს რუსეთთან ტერიტორიული პრეტენზია. ეხლა რუსეთთან ესტონეთი ვერ მოსწონს იმ ტერიტორიას. არდენი არის იქ ისტორიული რეგიონი და რუსები ეძახიან ახლა პიტალოვოს რეგიონს და როდესაც პუტინს კითხეს ერთხელ ამაზე და ისინიო ვირის ყურებს მიიღებენ ამ პიტალოვოს კი არა. პირდაპირ ასე ეს გასაგებია. თუმცა ახლა ევროპის კონტინენტი დაჩეხილია, დაახლოებით ერთნაირი ზომის სახელმწიფოებისგან. როცა ტერიტორიული პრეტენზიები აქვს ერთმანეთთან, როცა იქ ნაციონალისტებს მოიყვანენ ხელისუფლებაში, მოუვლენ ნაციონალისტებს, ხო? ეს გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს, გამოიწვევს კონფლიქტებს და დაპირისპირებებს. და თუმცა ამერიკელებისთვის ეს არაფერი ისეთი არ არის ცუდი. პირიქით, როცა იწყება კონტინენტის დასუსტება, ისინი იწყებენ ამ ძლიერი პატრონის ისევ ამ შემთხვევაში შეერთებული შტატების მიმართ ლოიალური პოლიტიკის გატარებას. ისინი მოითხოვენ უკან დაბრუნებას. რაც შეეხება ტრამპის ეს მონროს დოქტრინა, ზუსტად მიმართულია იქითკენ, სწორად ზონა ქალბატონო თამარმა, რომ ის რესურსები ამოწურა, ის ციკლი დაასრულა, ჰეგემონობის ციკლი სრულდება და ის მათგან არ უნდათ ამერიკელებს ჰეგემონობა ან დონალდ ტრამპს არ უნდა. უბრალოდ არის ობიექტური რეალობა და ამ ობიექტურ რეალობას შეხედეს ძალიან სწორად. გადიან იქ რაც რესურსებია. ამ რესურსების ისევ ამუშავებას ხელში ჩაგდებას, აკუმულაციას, გაძლიერებას და ისე უკან დაბრუნებას ეცდებიან ევრაზიის კონტინენტზე, პირველ რიგში ევროპაში. აი ეს პროცესებია. ეხლა მონროს დოქტრინას მიმართულებით რომ მიდის, მე ამიკვირდა მადუროსაც მიადგა უკვე. მე არ ვაღიარებობ რა. კი ბატონო. აი მადუროსთან დაკავშირებით აუცილებლად შევეხებით ამ თემას. ქალბატონ თამარ გუშინ ჰქონდა წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. ანალოგიური ტიპის პრესკონფერენციაზე მე გახდით 2 წლის წინ და წელს როგორც რუსეთის პრეზიდენტს, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აშკარად იგრძნობოდა, რომ სურდათ საქართველოსთან დაკავშირებით ესაუბრათ.
ლავროვმა მაინც თქვა ეს გააჟღერა, უბრალოდ სალომე ზურაბიშვილი ახსენა თან საკმაოდ ისეთ საინტერესო კონტექსტში. ანუ იქ იყო საუბარი იმაზე, როგორ მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატები და მაგალითისთვის იყო მოყვანილი ეს გუაიდოც არა, ეს ედმუნდო გონსალესი, რომელსაც ახლა ცნობენ. და მე დავწერე ამას წინათ სოციალურ ქსელში, რომ პირიქით გუაიდოც უნდა ეხსენებინათ მეთქი, ანუ გუაიდოს ჰქონდა უბრალოდ დროებითი პრეზიდენტის რწმუნებები, მაგრამ საინტერესო ის გახავთ, რომ გუაიდო ოფიციალურმა თბილისს მაცნო ვენესუელის პრეზიდენტად. ჯერ მაშინ კოჭი გაუგორეს მათ. ხო ხვდებით და დღემდე არ ვიცი, არ ჩანს განცხადება არ ყოფილა გაწვევასთან დაკავშირებით. ეს საინტერესოა და ლავროვმა ამას გაუსვა სწორედ ხაზი, რომ სალომე ზურაბიშვილიო იქადნიდაო, რომ ამოიკეტებოდა ახლა იმ თავის სასახლეში და გააგრძელებდა კვლავ პრეზიდენტად მოღვაწეობასო, მაგრამ ნახეთ არცაცია, არცაც ხელა, სადღაც გავარდა ოფისი იქირავა იქ სოროსის მერე ამონაწერიც კი დაიდო საჯარო რეესში გატარებული, რომ თურმე სოროსის ფონდის იმის ქვეშ არის ეს სივრცე, ხო, სადაც ახლა მან ოფისი დაიდო და ესენი რომ პრეზიდენტად აცხადებენ ამ ედმუნდო გონსალეს და ხუან გუაიდოსო, აი ასე ამერიკის შეერთებული შტატები ასე მოქმედებსო. აი ვენესუელის პრეზიდენტი რომ ახსენეთ თქვენ მადურო, მაგიტო გამახსენდა ეს და კაპიტან თამარ ესეთი საინტერესო საკითხია მაინც. აი ამ პრესკონფერენციის ფონზე ასევე იყო იქ დასმული კითხვა ლავროვის მისამართით სომხეთთან დაკავშირებით. თემაა ეს და გეტყვით რატომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი პაშინიანი საქართველოს ახსენებს დღეს და ამბობს რომ ჩვენ ერთ პოლიტიკურ ესეთი პარტნიორულ არეალში ვართო, გულისხმობს სტრატეგიას და ამას ამბობს იმ კონტექსტში, როდესაც გუშინ გაფორმდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტია. უხარია პაშინიანს და ყველანაირად ცდილობენ სომხური მედია ცდილობს წარმოაჩინოს ეს დიდ გარღვევად და მიღწევად. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ მომენტს და ისიც ნიშანდობლივია, რაც პაშინიანმა ახსენა, აი ჩვენთან მიმდინარე პროცესების ფონზე, რომ საქართველო ჩვენთან ერთად არის. რიტორიკის დონეზე კი ბატონო საქართველოს ხელისუფლება აფიქსირებს, მაგრამ ამატებს იმას, რომ ურთიერთობები დარეგულირდება ახალი ადმინისტრაციის პირობებში. ეხლა რაც შეეხება სომხეთს, მე მგონი საქართველოს გაკვეთილზე მათ ვერაფერი ვერ ისწავლეს და ამ ძველ ხელისუფლებასთან ესე იგი პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ჩემი აზრით მაინდა-მაინც არ წაადგებათ მათ, იმიტომ რომ რუსეთის საპასუხო რეაქცია არის მწვავე და ასეთი თამაშის ერთ-ერთი შედეგი იყო, რომ მაგალითად სომხებმა დაკარგეს ყარაბაღი, ხო? ყარაბაღი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ კუხო არის ქართულად, ხო, ოდეკაბეს წევრი არის სომხეთი, არა, დიდი რეაქცია არ ქონია რუსეთს ამ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით. და უნდა ვივარაუდოთ დიპლომატია აი კარგი გამოთქმა არის. კარგი არისო დიპლომატია, როდესაც ზურგს უკან ჯოხი გაქვსო, ხო? რუსულად დიპლომატია хорошо, когда за спиной дубинка. ხო? და აი ამ შემთხვევაში ხა სომხეთი რატო აკეთებს ამას და მოგეხსენებათ სომხეთი ქვეყანაა, სადაც მის გარეთ უფრო მეტი და მძლავრი დიასპორა ცხოვრობს, საკმაოდ გავლენიანი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ამაზე მეცინება უბრალოდ ვიტყვი, აპატიეთ რომ გაწყვეტინებთ. სომეხი მეგობარი შემხვდა ერთხელ და დღეს არ ცხოვრობს აქ კანადაში, წავიდა ემიგრაციაშია და საკმაოდ განათლებული და ხარისხიც დაცული აქვს და მოხდი თურქეთში და იქ იყო სომხური ეკლესია უბრალოდ დაკეტილი და ვეუბნები რომ ცავატანემ ასეთი რაღაც მოხდა მეთქი რომ სომხური ეკლესია იყო უბრალოდ მაინტერესებდა, მაგრამ დაკეტილი იყო მეთქი და იქ თურქეთში თან კუნძულზე მეთქი როგორ აღმოჩნდა თქვენი ეკლესია მეთქი დათო ჯან ცავატანემ არმიანი ვიზძე ეიძახის ხო ანუ ყველგან ვართ ჩვენო ხო ამაზე გამეცინა გამახსენდა უბრალოდ კი ბატონო ხა სომხური ლობი არის ერთ-ერთი უძლიერესი ებრაული
ებრაულობთან და სხვათა შორის ბერძნული ლობია კიდევ ძალიან ძლიერი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხო? მაგრამ მე მახსენდება ლავროვის სიტყვები. მე მგონი ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, რომ სომხებთან ურთიერთობაო ძალიან ძნელიაო. იმიტომ რომ ჩვენო შევთანხმდებითო ოფიციოსთანო და მე ეს ახპარები, რომლებიც ქვეყნის გარეთ არიან და საკმაოდ გავლენიანი ადამიანები არიანო, არა ამ გადაწყვეტილებას სხვანაირად ესე იგი ცვლიანო. ამიტომ მათთან ხელშეკრულების დადება და მათი მოქმედების აი ამ რაღაცა ერთგულებაზე ძალიან ძნელიაო ილაპარაკო და ჩემი აზრით ამ პირობებში ხო დასავლეთთან რუსეთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ რუსები ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ და ამ რეგიონს განიხილავენ თავისი გავლენის სფეროდ და ახალი მსოფლიო წესრიგი სწორედ სუვერენული ქვეყნების აღლუმი იქნება თავისი გავლენის სფეროებით და რეგიონში იქნება ერთი რომელიმე დიდი ქვეყანა თავისი გავლენის სფეროთი და რახან პირველი შეხვედრა ტრამპმა ისურვა პუტინთან შესაბამისად ეს გარიგებაც მოხდება და მე არ ვიცი ეს როგორ აისახება სომეხ ხალხზე და სომხურ სახელმწიფოზე, იმიტომ რომ სრული პასუხისგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ სომხეთის სუვერენიტეტის და მისი სახელმწიფოებრიობის გარანტი ისტორიის განმავლობაში იყო რუსეთი. ამიტომ აი ამის არ შეგნება თუ სპეციალურად არ მოქმედებს ფაშინიანი იმისთვის, რომ აქ კიდევ მოხდეს პოლიტიკური რუხის რაღაცა ცვლილება. ხო, ყველაფერია შესაძლებელი. ამასობაში სოციალურ ქსელში დაწერა სახელმწიფო მდივანმა, მოქმედმა ჯერ კიდევ ენტონი ბლინკენმა, რომელიც ასევე ცოტა ხანში დაემშვიდობება იმ თავის კაბინეტს, რომ ეს მნიშვნელოვანი აქტი შედგა სომხეთთან და ამ მტკიცე პარტნიორობით შეუძლებთ რომ ავაშენოთ ესეთი ძლიერი უსაფრთხო რეგიონალური არეალი, რომელიც იქნება აყვავებული. რუსები მაგალითია 2008 წლის ომი. კი ბატონო, და რუსები საპირისპიროს ამბობენ. წარმოიდგინეთ ახლა ბლინკენი დღეს იყო სხვათა შორის ეს 2 დღეა აჩვენებენ იმ კადრებს, სადაც აი ეს ბოლო პრესკონფერენციაზე არაბი ქალბატონი იყო სათვალეებში, რომელმაც იქ, რა ვიცი, ყველაფერი მიახალა, თუ კი რაიმე სათქმელი ქონდა, რამდენ სისხლში აქ ბლინკენს ხელი გასრული უკრაინელების და რამდენი 45,000-ზე მეტი არაბი დაიხოცა ღაზაში და პირდაპირ ადანაშაულებდა მას აი ამ სისხლიანი ომების დაწყებაში. და საგულისხმო ის გახლავთ, რომ ბლინკენი ერთს ამბობს და რუსეთში საპირისპიროს ამბობენ, პირდაპირ აკეთებს განცხადებას რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი, ისეთი მწვავე განცხადებაა, სადაც ის ამბობს, რომ აი როგორ ვთარგმნო ახლა თან უყურებ რუსულად არის ტექსტი, სომხურს აიძეს სხვათა შორის News Armenia-ზე დევს. Коллапирующая активность представителей Армении в подписании разного рода обязывающих документов უწერი, ანუ коллапирующая активность რო გადავთქვა აჭენებენო პირდაპირ, ანუ ცხენებივითო. სად მიერეკებიან თვითონაც არ იციანო და ვშიშობ რომ ეს გაჭენებული აქტიურობა სომეხი წარმომადგენლებისა გამოიწვევს შესაძლოა გამოიწვიოს ესეთი მოულოდნელი ამ ქვეყნისთვის და მისი ხალხისთვის რთული сложные последствия. შედეგებს. ხო, რთულ შედეგებს გამოიწვევს. ეხლა კარასინი არ არის უბრალო კაცი. თავის დროზე, როდესაც კონფლიქტები იყო ჯერ კიდე საქართველოში, იმასაც კი ამბობდნენ, რომ ერთ-ერთი არქიტექტორი იყო საქართველოში აი ამ კონფლიქტური რეგიონების თვალსაზრისით. მე უფრო მეცაც გეტყვით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, რომელიც კურებდა პოსაბჭოთა სივრცეს, მას ევალა პირდაპირ ეს პოსაბჭოთა სივრცე. რაც შეეხება ამ ხელშეკრულებას, გასაგებია ახლა, ავიღოთ ახლა თავში დავაკვირდეთ პროცესებს. მოკლედ და მარტივად, სანამ პაშინიანი მოვიდოდა, გასაგებია მისმის
მესმის გასაგებია, მეც ვარ შემსწრე, მეც რამოდენიმეჯერ ყოფილვარ ერევანში კონფერენციებზე, სხვა ტიპის კონფერენციებზე, რა სიტუაცია იყო რეალობაში იმ წინა ხელისუფლების პირობს კორუფცია, არ ვიცი რა, საშინელება იყო, შევარდნაძის პერიოდი იყო. და ამერიკის დიდი გავლენა. ჩვენ ერთადაც ვიყავით კონფერენციაზე. დიდი საელჩო არის ერევანში. კი ბატონო. ესეთი სიტუაცია იქ მართლა უნდა შეცვლილიყო. თუმცა პაშინიანი როცა მოვიდა საგარეო პოლიტიკისთვის საერთოდ არც უნდა გადაიხედა საგარეო პოლიტიკა. ვინაიდან ის პროცესები იმ მიმართულებით საგარეო ორიენტირების, პოლიტიკური ორიენტირების რეალიზაცია, რასაც თვითონ ახდენს, ხო? ამ შემთხვევაში. ეს ეტაპობრივად, როგორც ზუსტად ანალოგიურად მიდის, როგორც საქართველოში მიდიოდა. ტიპაჟებსაც იდენტურს არჩევენ. სააკაშვილი, პაშინიანი, ზელენსკი, ერთნაირი ახალგაზრდები, რომლებსაც მოტივატორი ეს რაღაც პატარა ბირთვული ძრავასავით ჩაყენებული აქვთ, ამავე დროს დადიან ამ მწვანე მაისურებით, იქ ზურგჩანთით, ან ველოსიპედით, ან კომიკურ ფილმებში თამაშობდნენ, ან ალექსანდრე ჩიკვაიძე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ან როდესაც ყალიბდებოდა ამ სუვერენული ან გამსახურდიას შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრო, რო ჩამოვიდა იმ კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, რომელიც ასევე ითვლება ამ მესამე ქვეყნებში ლიდერთა აღზრდის ორანჟერეად. მოკლე შარულით მისულა იქ. და ეს რო იცოდა ხელის გასმა ესე ცხვირთან ბრძანება დაწერეთ და ახლა შტატში ჩამსვითო. და ალექსანდრე ჩიკვაიძე, რომელიც ერთ-ერთი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ელჩი იყო. ის კი არ იყო სამი ქვეყნის ელჩი იყო. და საბჭოთა კავშირის რუსეთის და ორადორი ადამიანი იყო ასეთი საქართველოსდან, ერთი იყო ზურაბი შოშტაიშვილი, რომელიც არგენტინაში პირველი მდივანი იყო და კუბაზე და ასე შემდეგ და ალექსანდრე ჩიკვაიძე. ორადორი დიპლომატი მაღალი რანგის. ხო და ეხლა გაოგნებული დარჩა ეს კაცი. დაწერეთ ბრძანება მოკლე შარულებში რა დრესკოდი ის დრესკოდი და ეს მაგალითისთვის მოვიყვანე უბრალოდ აი მაპატიეთ ირაკლი გადაწყვეტილებით აზრი მე ის თქმა მინდოდა ამ პროცესების ინტენსიფიკაცია დაუშვათ სომხეთის მხრიდან შეერთებული შტატების მიმართულებით ასეთ ტიპის ხელშეკრულებების დადებით რაღაც კომისიის შექმნაზეც არის საუბარი ხო ორმხრივი კომისიის ამ მიმართულებით ეს გამოიწვევს რა პრობლემას გამოიწვევს უბრალოდ მარტივად ისინი მოსთხოვენ ამერიკელები სომხეთს დახუროს გვიმრის ბაზა, როგორც საქართველოში მოსთხოვეს და გაიყვანეს. გვიმრის ბაზის დახურვა და რუსეთი ჩდება სიტუაციაში სამხრეთის მიმართულებაზე, სამხრეთ კავკასიაში. ერთადერთი ბაზა აქვს, ხო, თუ არ ვცდები მე, სამხრეთ თუ აფხაზეთსა და ცხინვალში არსებულ მაგიტომ მოახდინეს ოკუპირება. კი ბატონო. აი რაღაცა ფორმით უნდა დატოვოს. ამ ბაზებს რუსეთი იქიდან არ გაიყვანს. არ გაიყვანს. შესაბამისად, უნდა მოხდეს სომხეთში ისეთი ტიპის რაღაცა, რაც გამოიწვევს ტერიტორიულ დეზინტეგრაციას. ხო? რათა ეს ბაზა ზუსტად იმ გეოგრაფიულ არეალში დარჩეს, რაც არის დღეს. და ეს ელემენტარულ რაღაცა რო არ ესმის ქვეყნის პირველ პირს, შეიძლება ესმის და სპეციალურად აკეთებს. ამიტომ მე ვარაუდობ, ამ პროცესების გაგრძელება ეს შეიძლება ტრამპის პერიოდში გარკვეულწილად შეჩერდეს. თუმცა ტრამპის შემდგომ ხო ვიცით რა ამერიკის პოლიტიკური სიტუაცია ცოტა განსხვავებულია. ტრამპი 30 წელი ვერ იქნება ან მისი თქვა შემდგომი თუ ამ ფრთიდან მოვიდა იქ ხელისუფლებაში. მაქსიმუმ თქვა 8 წელი. 10 წლის მერე ამის ინტენსიფიკაცია აუცილებლად მოხდება სომხეთშიც იგივე სომხეთის მხრიდან ეს გამოიწვევს დღეს თუ არა მომავალში და მე ვარაუდობ რომ დაახლოებით 15 წლის არეალში უფრო ადრე თუ არ მოხდა. სომხური სახელმწიფოს შესაძლოა საერთოდ გაქრობასაც კი. აი გუში პატრუშები, აი როგორ უყურებენ დიდი სახელმწიფოების წარმატებას. პატრუშებმა თქვა, რომ 2025 წელს შეიძლება უკრაინაზე მოიყვანოს. და მოლდოვეთზე თქვა. ხო, უკრაინა შეიძლება აღარ არსებობდეს და ეგ გამახსენდა აქვე ქალბატონ თამარ, თქვენი აზრით საინტერესოა. ახლა ეს სტრატეგიული ქარტია, რაც გააფორმა ვაშინგტონმა ერევანთან, ანუ სომხეთ-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. გასაგებია, იქ მთელი პუნქტები იქნება ალბათ ამ ურთიერთდაცვაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ნახეთ ზუსტად ასეთივე ქარტია იქნა გაფორმებული 2021 წელს უკრაინასთან. და რუსეთის შეჭრა უკრაინაში მოხდა მთელი 1 წლის წლინახევრით შემდეგ. 2022 წელს თებერვალში. ის გაფორმდა 21 წლის ნოემბერში, თუ მეხსიერება არ მღალატობს. ანუ რა მნიშვნელობა? რითი დაიცვა იმ ქარტიამ უკრაინა? გარდა იმისა, რასაც ახლა იარაღს აწვდიან და ფულს აძლევენ. ხოთაშორის ჯეფრი საქსმა ამასინად მოიყვანა კისინჯერის სიტყვები. რა შეიძლება იყოს ამერიკის მტრობაზე უარესი, ხო, მასთან მეგობრობა.
და გარდა მაგისა, იგივე კისინჯერს აქვს ნათქვამი, როდესაც ქვეყანა რაღაცა ნაბიჯს დგავს, უნდა გათვალოს მას რა რეაქცია ექნება სხვა ქვეყნებს. მე საქართველოსთან მიმართებაშიც, როდესაც ეს ნატოს რიტორიკა ძალიან აქტუალური იყო, ამას ვლაპარაკობდი. შენ გააქვს იმხელა ძალა და ის ქვეყანა იმდენად დაგიდგება, შენ რო ატომურ ქვეყანას დაუპირისპირდეს. ეხა ამისთვის დიდი პოლიტოლოგობა ნამდვილად არ არის საჭირო, რომ განსაჯო როგორ დამთავრდება ეს. ცუდად დამთავრდება. თუ რაღაცა სხვა მოვლენები არ განვითარდა, ხო, აგერ რიტორიკის დონეზე რუსები უკვე აცხადებენ, ხო? და 1000-ჯერ მithქვამს იგივე აი ამ სოფლიო წესრიგის ფორმირებასთან დაკავშირებით. მისთვის დამახასიათებელი არის ძალიან მტკივნეული პროცესები და ეს სოფლიო წესრიგი რომელიღაც ქვეყნების ხარჯზე ხდება. აი ხა უკრაინა არის ესეთი ქვეყანა, ხო? და იმიტომ ვლაპარაკობ მე რომ ადეკვატურად იქცევა საქართველოს ხელისუფლება, იმიტომ რომ ომში ჩაბმა უკრაინას ვერ დაეხმარებოდა, მაგრამ საქართველოს ისე დაანგრევდა, რომ მისი სახელმწიფოებრიობის საკითხი დადგებოდა, ხო? იგივე არის, აი ხა თან წარმოიდგინეთ თქვენ აფორმებს ხელშეკრულებას ეგრეთ წოდებულ კოჭლ იხვთან, ხო? ანუ ხელისუფლება, რომელიც 5 დღეში აღარ იქნება. ეს ბადებს, რომ რაღაცა სპეციალურად კეთდება. და ეხა პაჩინიანი არც ისეთი სულელია, რომ ეს ნაბიჯი გადადგას თავისინებით, ხო? მე ეჭვი მაქვს, რომ ის რაღაც თამაშს თამაშობს და მოვლენები ისე განვითარდება ჩვენ ნახავთ. თან მინდა დავამატო ქალბატონ თამარ, რომ ჩანს რომ საერთაშორისო სამართალი უკვე საერთოდ მოიშალა ეს საერთაშორისო ეს ტიპიური არის. აი მაგალითი რომლისკენაც ესენი მიისწრაფიან, ის იმ ქვეყნის პრეზიდენტი ეხლა რამოდენიმე შეიძლება თვეებიც არ დაჭირდეს მოახდენს ერთ-ერთი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის ოკუპაციას გრენლანდიაზე მაქვს საუბარი. ირაკლი, შენ კარგად იცი, აი ამ თეორიის თანახმად ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების და ჰეგემონიის ციკლების შესახებ, აი ამ პერიოდში არ მუშაობს. არც საერთაშორისო სამართალი, არც ის ღირებულებები, რაც აპრობირებულია, ის წესრები, რაც აქამდე იყო. ჩვენ თვალწინ ეს ყველაფერი ინგრევა. კი ბატონო, აი ზუსტად იმიტომ, როდესაც საერთო სამართალი არ მუშაობს, აი გრენლანდიასთან მიმართებაში. გრენლანდიაზე ახლა გამახსენდა უბრალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს ყავს მუდმივ მოქმედი ბაზა. სამხედრო დაახლოებით ჩრდილოეთის ამიტომ გეოპოლიტიკურად თავად გრენლანდიას არ ყავს ჯარი, სულ არის 22 ადამიანი, 1 ოცეული. ანუ ხო არა, მაგაზე არ მაქვს საუბარი. ეს პროცესები ის შეერთებული შტატები არ ადაგიდებს და მათი პოლიტიკური კლასი, მმართველი კლასი საერთაშორისო სამართალს. და ასეთ პირობებში, სადაც ბაზები დგას რუსული სამხედრო შენაერთი. იმ ქვეყნის წარმომადგენელი. ასეთ ეს ხომ აი წმინდა მოღალატეობრივი ქცევა ხო არა რა. ერთ-ერთზე რო დარჩები რუსეთთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, აი ზუსტად აქედან გამომდინარე ვამბობ და ვიძახი რომ სომხეთს როგორც სახელმწიფოს თუ ასე გააგზელებენ ესენი, აი რუსეთი უბრალოდ გააკრობს უბრალოდ. მე ვფიქრობ რუსეთიც დიდად არ ჩაერევა, უბრალოდ აზერო თურქები გააკრობენ. ნუ კი ბატონო. რუსეთი იქნება რეფერის ანუ შორიდან მაყურებლის. აი რუსეთის ყოფნა მინიმუმ რუსეთის ყოფნა არის შემაკავებელი ფაქტორი, რო არსებობს ეს სახელმწიფო ჯერ კიდე. კი. თუ ეს ფაქტორი მოიშალა, ხო ხდებით არა რა სიტუაცია. გინდა რუსეთი არის რეგიონში გარკვეული სტაბილიზაციის. კი ბატონო, გარკვეულ დროს აი ამ კონფლიქტების საშუალებით მან მართა პოლიტიკური პროცესები. იგივე ვთქვათ, აფხაზეთში რატო შეიჭრა, ოსეთში რატო შეიჭრა. იქ 5-ჯერ მეტი ბაზა დააყენა ვიდრე იყო. ეს იყო მისი ესე იგი პოლიტიკური სადავეები იმისთვის, რომ ეს პროცესები ემართა, ხო? აი ეთნოსები ეს ხალხი, აფხაზები და ოსები უფრო ასე ვთქვათ უჭერდნენ რუსეთის ფაქტორს მხარს და სწორედ ეს იქნა გამოყენებული. იგივე ყირიმის მეც მინდა დავაფიქსირო ქალბატონი თამარ, რაღაც დააფიქსირა პოზიცია მოცნების ხელისუფლებასთან მიმართ. შეიძლება ბევრ შეცდომებს უშვებდნენ.
თუმცა ამ ეტაპზე ეს ქვეყანა დიდ ომს გადაარჩინეს. ომს, რომელიც რა ვიცი, შეიძლება ქართული სახელმწიფოების დასასრულიც ყოფილიყო რა. აქ არ არის ლაპარაკი, კარგად იქნები, ცუდად. აქ საერთოდ იქნები თუ არ იქნები, ამაზე იქნება. ვინც კარგად იცნობს ამ სოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესებს, არა? ეს საფრთხე არის და ის მეხუთე კოლონა, რომელიც იქ დგას და სიტუაციის დესტაბილიზაციას აპირებს, არა? ზოგი გაცნობიერებულად, როგორც ირაკლი თქვა, ზოგი გაუცნობიერებლად და ეს არის ძალიან დიდი საფრთხე შემცვლელი ქვეყნისთვის. კი ბატონო. ამასობაში ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დროც ამოიწურა. აი აქვე ვხედავ ამ პაშინიანის განცხადებას. საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზეა ამბობს. და ალიევის პოზიციაც არის საინტერესო. ალიევი ალბათ ჩქარობს უფრო, შეიძლება ასე ვთქვათ, ვინაიდან იცის რა, რომ რუსეთი როგორც კი დაასრულებს ტრამპთან უკრაინის საკითხს. პირობითად თუ დასრულდა ტრამპის პირობებში, რუსეთი მერე უფრო მძლავრად დაიწყებს კავკასიისადმი მეტყურადღების მიქცევას. შესაბამისად, მას აქვს ცოტა დრო, რომ თავის საწადელს მიაღწიოს. შესაძლოა ეს თემაც არის, ეს მომენტიც შეიძლება იყოს. ეს მაინც მკითხაობის პოლიტიკა არ არის ზუსტი მეცნიერება, ასე რომ თქვა გამოჩნდება მომავალში როგორ იქნება. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმრები იყვნენ პოლიტოლოგები თამარ კიკნაძე და ირაკლი უბილავა. ჩვენ შევხვდებით უკვე ხვალ. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის. კარგად განდევართ.